ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონმა დააწესა პირობები აშშ-სა და საქართველოს დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. და ნახე რაზეა ლაპარაკი. ვაშინგტონი ითხოვს ცვლილებებს თბილისის ქცევაში, მას შემდეგ რაც კონგრესის გაფრთხილებებში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება ხელს უწყობს ირანის სანქციების გვერდისავლას და აძლიერებს კავშირებს პეკინთან. აქ ნახე რუსეთს საერთოდ არ არის ნახე. ადრე ხო იყო რომ რუსეთს ეხმარები და რუსეთი. კაი კითხვა დასვა. ნახე ამერიკელები ხედავენ რომ ჩინურ ტვირს ვერ გააჩერებენ. ჩინურ ტვირთი ადრე თუ გვიან გაივლის ამიერკავკასიის მიმართულებით. უფრო თავარია სავაჭრო გზის კონტროლი. აი ზუსტად მოდმივდივართ. ამერიკელები ამას ხვდებიან და ამერიკელებს უნდათ რომ სამხრეთ კავკასიაში არის სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთის ნატოს წევრია და ეხლა საქართველო. საქართველოსთან ტრამპის ადმინისტრაციამ დიალოგი იმიტომ დაიწყო, რომ ჩემი აზრით სავარაუდოდ ისინი პირდაპირ ელაპარაკებიან ციფრებზე, არჩევნებზე, ვადამდელ არჩევნებზე და ეხლა რუბიო იმიტომ ლაპარაკობდა არაფერი კონკრეტული არ უთხრავს. რეალურად არაფერი არ უთხრავს. რუბიო თქვა, რომ ჩვენ რაღაცა შევთავაზეთ და მოგვეწონა მათი პასუხი. სავარაუდოდ ამათმა უთხრეს, რომ პირდაპირ მორჩილება გზის, პირდაპირ კონტროლი, ეხლა აქედან გამომდინარე, რომ იციან ესენი როგორი მიდგომისაც არიან, არ არიან სანდონი და რაღაც ბერკეტი ჭირდებათ ქართული ოცნებისთვის, რომ მუდმივად კონტროლში ყავდეთ. შეთავაზეს რა? პროდასავლური ძალების პარლამენტში შესვლა, ვადამდელი. მაგაზე კიდე არ დავყარგოთ ხაზი, იმის თქმა მინდოდა, ნახეთ, აი ირანი იყო ნახსენები აქ, ხო? და ჩინეთი, საერთოდ რუსეთი არ არის ნახსენები. ნახეთ რა ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ გამოგჩეს ხედველობიდან, რომ სულ ახლახანს ჩაიარათ ვერ ვიტყვი ამ ირანთან კონფლიქტმა, იმიტომ რომ ნახევრად გაყინულ მდგომარეობაშია რა ტემპერატურა როდის აიწევს კაცმა არ იცის და ახლა ანუ როდესაც კონფრონტაცია იზრდება ირანთან, ცხადია იგივე რაც რუსეთთან ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას ლოგიკა რომ უნდა მოექცია ცეცხლოვან რკალში რუსეთი და რაღაც ანაკონდას მეთოდით მოეხრჩო. რა თქმა უნდა, ანალოგიური მიდგომა აქვს მას, იგივე სტრატეგია აქვს მას ირანთან მიმართებაშიც და ეხლა ცდილობენ რომ ასე რომ ვთქვათ, ირანის გარშემოც შექმნა რაღაცა საყრდენები, შეიძლება არ არის უცილმაის და მეც ბაზა და რაღაცა იყოს, რომ რაღაცა საყრდენი ქონდეთ, საიმედო მოკავშირე ყავდეთ აქ იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს ირანთან კონფრონტაციისთვის გამოიყენო, ხო? იქნება ეს ლოჯისტიკური რაღაცა მიწოდება, არ ვიცი, ეს უკვე მათი საქმე არის. ნახეთ, კიდევ რა ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის მარტო ჩემი პირადი დაკვირვება, მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგას პირველ რიგში ამერიკაში დააკვირდნენ ჩვენთან მიმართებაში და ეგ გასაგები გახდა რომ მას შემდეგ რაც ისრაელმა განახორციელა ამას პირდაპირ და ხმამაღლა ვიტყვი გენოციდი ღაზას სექტორში მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ იქ ირანის სკოლაში ბავშვები დაბომბეს და რაღაცა და ნუ თან ხა რა არის ინტერვენცია ასახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები იმაში ირანში ხო ირანი ხوار დასხმია თავს არა პირველი ამერიკა დაესხა თავს ახეთ ამან ბუნებრივად გაზარდა ანტი-ისრაელური განწყობები და ეხა ანტი-ამერიკული ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ არა ჩვენთანაც გაზარდა ანტი-ისრაელური განწყობები და აი რა თქმა უნდა ამას მიბულია რომ შედახა პროირანისტული არა მაგრამ აი ირანისადმი სიმპათიები გაიზარდა როგორც იმიტომ რავი ხალხი დაუხოცეს და თავს დაესხნენ ისე როგორც ჩვენს დაგვესხნენ ოდესღაც და ასე შემდეგ ხო ეხლა აი ამ განწყობების ცოლას და საქართველოში ანტი-ისრაელური განწყობები არასდროს არ ყოფილა ჩემი აზრით ეხლა არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ აი ბოლო პერიოდში თან ხო ეს აღარ არის ის რაღაცა ანტისემიტიზმი არ ყოფილა. არა, ანტისემიტიზმი სხვა რამე არის. ხო და მაგას ვამბობ, ანტისემიტიზმი. არა, მე ვამბობ ანტიისრაელური განწყობები და არა ანტისემიტური. სახელმწიფოზე მაქვს საუბარი. რაღაც რამდენი. ნახეთ, ყველას უკავია ხელში ხახო მობილური ტელეფონი. და რა ვიცი ახლა რაც არ უნდა მელაპარაკოს, მე ადრე ვიყო მარტო რუსთავი ორი რვა ჩვენებდა. ეგრე ხო არ არის რა? რავი, მაქვს მობილური ტელეფონი, საერთოდ არ უყურებ ტელევიზორს და მთელი ტელევიზორი ჩემს მობილურ ტელეფონშია. აი უშუალო რო ჩამოვარდა ის ბომბი, რამის ლაივში უყურებთ მაგ ყველაფერს, ხო? ამჭირდება ინტერპრეტაცია. ანუ ვერ დაიმალება ესე საფრთხე, ეს ინფორმაციებს ვერ დამალება, იმ პროპაგანდას ნაკლებად ექვემდებარება. შესაბამისად, ამან ბუნებრივად გაზარდა ასეთი
ამერიკას არ აწყობს, რა თქმა უნდა, კავკასიაში ანტიისრაელური განწყობები და ამ სიტუაციის შემოსაბუნებლად ის წავიდა ოცნებასთან სალაპარაკოდ, რომ რაღაცა ვქნათ, რომ ეს არ გაღრმავდეს. მით უმეტეს არ გაითვალისწინოთ, რომ კავკასიაში აზერბაიჯანი გახლავთ ისრაელის მოკავშირე, რა პარადოქსულად საერთოდ ჟღერდეს, რა ეხა ისლამ არ არის, თალ ყველაფერი მაგით არ იხსნება, ახანის ისლამურია და მეორე არა. ამ შემთხვევაში საერთო მტერის პრინციპია, ხო? აზერბაიჯანსა და ისრაელის შორის. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი მაგალითია, აზერბაიჯანისგან ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ. აზერბაიჯანს აქვს კარგი ურთიერთობა, ამ ბოლო დროს ცოტა ნაკლებად, მაგრამ ქონდა ყოველ შემთხვევაში სანამ ტერიტორიებს დაებრუნებდა რუსეთთან, ქონდა კარგი ურთიერთობა, ჯერ იქამდე არ მისულა უკრაინასთან. უკრაინასთან, ხო, ანუ ომი რო დაიწყო უკრაინაში, პირველი არიევი ჩავიდა მოსკოვში. კაცს არ უთქვამს, რომ შენ როგორ ამ პირს ხრიან პუტინს, როგორ ჩახვედდა რამე. უკრაინასთან კარგი ურთიერთობა აქვს. სახელმწიფოში აქვს პირველი. თურქეთი ხო ეხა ფორმულირება აქვს, რომ 1-2 სახელმწიფო. თურქეთთან რომელიც არის. თურქეთი და ისრაელი ვიცით ეხა როგორც არიან და ეს ისრაელის მოკავშირეა. ანუ ეგ მართლა არიევი არის უდიდესი პოლიტიკოსი და ნამდვილად ისტორიული ფიგურა. ფაქტია. და შესაბამის სახელმწიფოც ორმა თაობამ არიევი სხვადასხვა მამამისიც ნაკრები კაცი არისო და ამან დააგვირგვინა ეს ფაქტია. ეხლა ნახე აი გიორგი რასაც ამბობდა რომ ეს ყველაფერი ირანის კამპანიაც არის რა თქმა უნდა ისრაელის გარშემო ხდება და ისრაელის ინტერესებიდან გამომდინარეა ამ შემთხვევაში ამერიკაშიც გაიზარდა ბოლო პერიოდში ანტიისრაელ განწყობები, კვეთრად გაიზარდა, რატო? იმიტომ რომ აი შენი თქმის არ იყოს ინტერნეტის ეპოქაში ძალიან რთულია. არ არის ის დრო რომ როგორც აქ არის ხა რუსთავი 2 გამარჯვებული ხალხის ტელევიზია ერთმა ექსკლუზივი რო ქონდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და კიდევ უფრო ადრე რო იყო პრესა რო აკეთებდა ამას, რა ნიუ იორკ ტაიმსი და ვაშინგტონ პოსტი რო დაწერდა, მაგით ხდებოდა აზრის ფორმირება, ეგრე არ არის, კაცო, უკვე მორჩა ინტერნეტის ეპოქაა. ძალიან რთულია რაღაცის შეფუთვა, არა თუ დამალვა. შეფუთვაც კი. ამიტომ რა თქმა უნდა ყველა ხვდება რომ აქ ბევრი რამ ეწირება ისრაელის პოლიტიკური ელიტის ინტერესებს. ეს ყველაფერი რაც ხდება, დიდწილად არის ისრაელის ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ მანამდე ამას წინ უძღოდა ეს ეფშტეინის სკანდალი და მთელი ამბები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთმანეთთან კავშირშია და ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ამხელა ინფორმაციული ნაკადია, ადამიანებს არ უჭირთ უადვილდებათ ანალიზის გაკეთება. შეერთებული შტატები ისრაელი ამ კამპანიას პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე დარწმნენ და ამით მათი დისკრედიტება მოხდა. ირანი ვერ ჩამოშალის. რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ სხვაშორის ამ ირანის ომის ფონზე თქვენ თუ გახსოვთ, აქ ისრაელის საელჩომ გაავრცელა მაშინ რაღაც განცხადება, სადაც ჩვენდამე იყო რაღაც ცოტა უკმაყოფილება გამოთქმული, რომ მეგობრებიო, ესე თუ რაღაცა მეგობრებიო გასაჭირში იცნობიან. ხო, ანუ რაღაცა ეგეთი რაღაცა კონტექსტი იყო, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ დაუძაბოთ ისრაელს. არც ისრაელს და არც ირანს და არავის არაფერში არ გჭირდება და რომ სქონდეს ფუფუნება მაინც. რუსეთი რატო არ არის ნახსენები? ხო, სად პეკინი, სად თეირანი, სად ჩვენ. აქამდე გვესმოდა, რომ თუ ვიღაცა ჩვენი გალანძღვა უნდა და ნამუსი აკდება, რუსეთთან ხარ შეკრული რაღაცა რუსეთუმე და ეხა საერთოდ არ გვესმის ეს. იქიდან, ხო? პრეტენზია არის ირანი და პეკინი. არც ერთი გვესაზღვრება და არც მეორე. პეკინი მით უმეტეს ახალსა. ზოგადად ტრამპის ამერიკა ბოლო დროს რას აკეთებს? რუსეთთან დაძაბვის პოლიტიკას არ მიყვება, რასაც ისტორიულად აკეთებს ამერიკა. ანუ არ ძაბავს რა რუსეთთან და ისრები არის გადატანილი უფრო სხვა მიმართულებით. პერიფერიის. პეკინი და თეირანი. ეხლა ნახე რას აკეთებს. რუსეთთან სანამ ძაბავდა კოლექტიური დასავლეთი და ვაშინგტონი, დაძაბვის ეს ხაზი გადიოდა საქართველოზე. ეს შუა დერეფანი აღმოსავლეთიდან რომ მოდიოდა, გადიოდა საქართველოზე. სომხეთი იყო გეოპოლიტიკურ ოფსაიდში, აზერბაიჯანთან საომარ ვითარებაში, თურქეთთან იგივე და ერთი ირანი იყო ქვემოთ ვისთანაც და ზემოთ რუსეთს არ ესაზღვრება და ჩვენ, ხო? საქართველოზე იყო გამავალი დაძაბულობის ხაზი წრების მანძილზე.
ну მაგას ჩვენთვის კარგი არაფერი არ მოყურდია ეხა ტერიტორიები დავკარგეთ მე კიდე უფრო მეტად გვიუარესდა მდგომარეობა ანუ რუსეთმა საერთოდ ცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ეგ უფრო რთული მდგომარეობაა ეხა ჩვენთვის სასტარტო მდგომარეობა რომ დავიწყოთ ეხა ტერიტორიების აღდგენის პროცესი ეხა ხო უფრო რთულია ვიდრე 2008-მდე ხო კიდე დამატებით ტერიტორიები და ანუ გაუარესდა ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ხაზი გადაიტანა კიდე უფრო ქვემოთ სამხრეთ სომხეთ ირანის საზღვრამდე. ანუ სადაც ეხა ტრამპის დერეფანმა რომ უნდა გაიაროს, ეგ უკვე რუსეთს აღარ ესაზღვრება. ანუ აქამდე თუ იყო საქართველოს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფო, უფრო შორს გადაწია. რუსეთს არ ესაზღვრება. ეს რა ქვია, ეს დერეფანმა რომ უნდა გაიაროს იმ ხეობას, სადაც ეს გაივლის, ზუსტად გასდევს არაქსის ამ მდინარე არაქსს გასდევს, სადაც უშუალოდ საზღვარი გადის ირანსა და სომხეთს შორის, აი იქ უნდა გაიაროს რა. საქართველოს დატოვეს აქეთ. ნუ სომხეთიც აქეთ რჩება, მაგრამ საზღვარმა დაძაბულობის წერტილმა რუსეთიდან უფრო შორს გადაიწია. ცხადია, ესეც რუსეთი თulis რომ ისის გეოპოლიტიკური სივრცეა, მაგრამ მაინც შორს გადაიწია, რა ცოტა შორს გაიწია იქით. შესაბამისად აქ ხდება ახლა როგორი რაღაცა. სომხეთში თამაშდება დაახლოებით იგივე სცენარი, რაც საქართველოში წლების მანძილზე მოქმედებდა, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ სად არის საქართველოს ადგილი და ამ გადატვირთვის პოლიტიკაში რა პირობები შეიძლება კონდეს საქართველოს. ამერიკის შეერთებული შტატები გასაგებია რომ გლობალური პოლიტიკის კონტექსტში გვიყენებს ჩვენ გარკვეულ პირობებს, პეკინთან დაახლოვდებით, ირანთან დაახლოვდებით და ითამაშეთ ჩვენი თამაში ამ კონტექსტში, მაგრამ რა უნდა ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა არ აქვს ეხლა გლობალური საქართველოს ვერ ექნება თავის მასშტაბიდან გამომდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში ამინდის შექმნაში მონაწილეობის ამბიცია ვერ ექნება. ქართულ ოცნებას რა შეიძლება უნდოდეს? ქართულ ოცნებას უნდა ძალაუფლება, შიგნით მის ძალაუფლებას არაფერი დაემუქროს და მაქსიმალურად მისთვის კომფორტული შიდა პოლიტიკური პროცესი. რა არის მისთვის შიდა პოლიტიკური კომფორტული პროცესი? პოლიტიკურ ასპარეზში შიგნით მარტო ორი ძალა, ქართული ოცნება და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა.